საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ იმედი ლაივს გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავინ სხვა. ბრიუსელში საქართველოს საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა სამაგიეროდ მაშველი რგოლი რადიკალებისთვის წერილის სახით გამოიგზავნა. რადიკალური პარტიები ჩაძირობანას თამაშობენ, გადარჩება ის, ვინც მეორეზე ყველაზე მეტ კომპრომატს დადებს. ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად პირობები წამოყენებულია, განსაზღვრულია ვადაც, თუმცა რამდენად ლოგიკური და სამართლიანია ბრიუსელის 8 რეკომენდაცია, ეს მართველი გუნდისთვის მთავარი კრიტერიუმებია, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობის წერილი ფასდება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნაზე. გაუგებარია რა კავშირია ამ რეგულაციებსა და უვიზო მიმოსვლას შორის. გამჭვირვალობა თავისთავად არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება, შესაბამისად არ შეიძლება ის პრობლემა ჩაითვალოს საქართველოში, ხოლო არატრადიციული ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვა ვერ გახდება ფაქტორი სავიზო საკითხების გადაწყვეტისას. გარდა ამისა, ამ ინიციატივებისადმი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე დააფიქსირა, როდესაც დიდი უპირატესობით ქართული ოცნება აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასდა სავიზო პოლიტიკის შენგენის ზონის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხიც. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნას არ აქვს არავითარი რეალური საფუძველი, უბრალოდ ქვეყანას ეუბნებიან ჩაიკეტე, ბლოკადაში მოექეცი, სურთ საქართველო არ განვითარდეს, სათავითარება დამძიმდეს და არჩევნებზეც მათთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდეს. მთლიანობაში გზავნილი ბრიუსელი და მართველი გუნდისთვის არჩევნების წინ პოლიტიკური შანტაჟის მორიგი გამოვლინება ევროპელ მაღალჩინოსნებს ისიც შეახსენეს, რომ 31 აგვისტომდე მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, იმ მიზეზით, რომ პარლამენტი ოფიციალურად მუშაობას 2 სექტემბერს იწყებს. ვისაუბროთ ამ პროცესში ქართული ოპოზიციის განსაკუთრებულ წვლილზე. გახშირებული ვიზიტები ბრიუსელსა თუ სხვა ევროპულ დედაქალაქებში ერთი მთავარი გზავნილით სრულდებოდა. დაგვასანქცირეთ. კოლექტიური ნაცმოძრაობა გიორგი კანდელაკის ტრადიციას არ ღალატობს და ვიზა ლიბერალიზაცია უკვე 8 წელია მიზანში აქვს ამოღებული. ევრობიუროკრატია შეჩერების მექანიზმზე უკვე ღია დალაპარაკდა, მანამდე კი პროცესს ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო საჯარო წერილი უძღოდა. ეს იყო ერთგვარი მწვანე შუქი ქართული ოპოზიციის ვერ შემდგარი ლიდერისგან, რომელმაც სახალხოდ მოითხოვა ის, რასაც ახამდე დახურულ კაბინეტებში მისი თანამოაზრეები ჩურჩულებდნენ. ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ აქვს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ვნება ქართულ ოპოზიციას. წლების განმავლობაში ბრიუსელში ჩასულები მოკავშირეებს მუდმივად არწმუნებდნენ, რომ თუ კი უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, გაბრაზებული ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა და ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალებაში დაეხმარება, თუმცა როგორც ტრადიცია აჩვენებს ხოლმე, ბოლოს ყველა საკუთარ ლოგინში ტრიალდება. მოკლედ ევროსტრუქტურების კაბინეტებსა და კორიდორებში აქტიურობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა რადიკალების საყვარელ სპორტის სახეობას. შიდა კონკურენცია იზრდება, ასპარეზზე გამოსულია გიორგი გახარია. ეს ბრიუსელშია და ამტკიცებს, რომ იქ თავს ყველაზე ეფექტიანად გრძნობს, ამბობს, რომ ბრძოლისთვის მზად არის ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ ოცნებას არ ჩაუბარდებიო. ჩაბარებამდე სანამ საქმე ყოფილ მაღალჩინოსანთან კონკრეტული კითხვები არსებობს, რომელთაც ის საზღვარგარეთ გაურბის. რუსთაველის გამზირზე დღესაც გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას გამოყენებული ძალის პროპორციულობის დასადგენად. შესაძლებელი იყო თუ არა ზიანის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა, რათა არ მომხდარიყო ესკალაცია და არ გამხდარიყო საჭირო სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამ საკითხებს გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით იკვლევს. მთელი დღის განმავლობაში დაზარალებულები, მათ შორის მაკო გომური აქციის მიმდინარეობას და კონკრეტულ დეტალებს იხსენებდნენ. გამოძიების შედეგებს ელოდება მართველი გუნდი. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ აუცილებელია მძიმე მოვლენებზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა დადგინდეს. კომედიური სერიალი ალეკო გისმენთ, შესაძლოა ახალი სეზონით დაბრუნდეს და გახარია ხაზარაძის ერთობამ თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ ელისაშვილი წარადგინოს. წლების წინ დავიწყებული ნომერი კი თავიდან გააქტიურდეს. ლელოსა და პარტია საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია, თუმცა გახარიას გუნდი ელისაშვილის კანდიდატურაზე დათანხმებას უარყოფს. პოლიტიკური შეთანხმებით ხაზარაძე ბედნიერია, ციხიდან წერილების სერიას კიდევ ერთი დაემატა და განაცხადა, რომ არც ერთი ადგილი არ დარჩება ბრძოლის გარეშე, თუმცა ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ლელოს თავს დაატყდა პირადი პოლიტიკური ტორნადო თამარ ჩერგოლეიშვილი. ხაზარაძე სულ ლუზერი, ბოროტმოქმედი, სასოწარკვეთილი, უმეცარი, გაუნათლებელი და ყველა უარყოფითი ეპითეტი უწოდა, რაც ერთ Facebook სტატუსში შეეძლო ჩაეტია. რატომ აქვს რადიკალთა მეორე ფლანგს ისტერია? ლელოს და გახარიას არჩევნებში მონაწილეობა რომ გაყალბებაზე რადიკალების 2024 წლის მით სამსხვრევს, ეს უკვე ბავშვმაც იცის. ახლა ნაცმოძრაობის ვეტერან და ახალბედა პარტიებს ჩაძირობანას თამაში აქვს დაწყებული, რადგან თუ კი ხაზარაძე გახარიას ტანდემი საარჩევნო ბიულეტენზე აღმოჩნდება, ეს დანარჩენების პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი იქნება.